მოგესალმებით ქართლიდან. კუთხე, რომლის გარშემოც გაერთიანდა საქართველოს ისტორიული სამეფოები, ხარესადაც გადაწყდა საქართველოს გაქრისტიანება და ასევე ტერიტორია, რომელმაც 2008 წელს რუსეთთან ომი გამოიარა. სამწუხაროდ ზუსტად რუსების გამო ვერ შევძლებთ ჩვენი შიდა ქართლის დიდი ტერიტორიის სტუმრობას და იმ შეხსენებით, რომ რუსეთი ოკუპანტია, წაგიყვანთ იმ ადგილების სანახავად, რომლებსაც ვესტუმრე და დღემდე საბედნიეროდ თავისუფლად შემიძლია გადაადგილება. მოგზაურობის დაწყებამდე შეგახსენებთ, რომ ჩემი არხის სპონსორია სოკარი და მადლობა მათ გვერდში დგომისთვის და ძალიან მიხარია, რომ საქართველოს ტურის გენერალურ სპონსორად შემომიერთდა თეგეტა მოტორსი და მოტული, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩემ უსაფრთხო გადაადგილებას საქართველოს მასშტაბით. პირველი კი ძამას ხეობაში ჩემ ბავშვობის ძმაკაც იკოსთან სოფელ ელბაქიანში მივედი, სადაც იკოს უსაყვარლესი პაპა და ბაბო ცხოვრობენ. თან მარტო არ მივსულ ვარ, აქ გიგისთან ერთად მოვედი, რომელსაც სამცხე ჯავახეთის ვიდეოში შეხვდებოდით. და ეს სოფელი არის ცემიდან და ბორჯომიდან, ტბიდან ამოსასვლელი არის და იქაური ხალხისთვისაც ეს. მე გიგი და იკო 6 წლიდან ერთად ვიზრდებით და ეს სოფელიც ჩვენთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილია, რომელსაც დიდი ხნის მერე პირველად ვესტუმრეთ. სოფლის გარშემო აღმოსაჩენი ბევრია და პირველი ბატეთის ტბაზე გადავწყვიტეთ სტუმრობა, თუმცა პირველივე ლოკაციაზე წასვლამდე საკმაოდ დიდი პრობლემა შემექმნა. ცოტა პატარა პრობლემა შემექმნა, სანამ მომიტყდა მოტოზე. არ ვკითხოთ როგორ. და ეხლა ვცდილობ დავამაგროთ იკოს პაპა მეხმარება სამარეზებზე რო ავიყვანოთ თვით მხრეტავებზე. ქართულად ეგრე იქნებოდა. და დავამაგროთ. პოტეხილია. აღარ არის. აქ იყო და აღარ არის. რაღაცას ვიზავთ, რაღაც მოვიფიქრებთ. მივიღოთ და შეხედოთ, ესა დაღრეცილია ხები და გვერდზე აყენია. აი აქ მე მგონი მიწუდება კარგად. ეს რა გაიყიდოს. ხალხი პატარა შარიკები ვიქონდა თაღი. ქონდა და. ვაგა ვაგზელო. ადოვა. იკოს პაპამ ეს ამბავიც მალევე მოაგვარა და ბატეთის ტბისკენ მალევე დავიძარი, რომ ჩემს მაკაცებს დავწეულიყავი. ეხლა მომწერესო ძალიან ცუდი გზა არისო. გამორიცხეო შენი მოტოთი ამოსვლაო და არ მიყვარს რაღაცის გამორიცხო. მივიდა რომ ნახო მაინც. და მივიდეთ ნახოთ როგორი გზა დაგხვდება. ბატეთის ტბა არის იქით. აბა ვნახოთ როგორი გზა ბატეთის ტბისკენ. წავიდა ენდურო, მიდი ვაიმე. ძალიან ცუდი გზა, შანსი არ გაქონდა. და იგულისხმეს მაინტერესებდა მეთქი. წყალი იგულისხმეთ? რა აღარ მოუწირათ, როგორც წყალიც იგულისხმეს. აშკარად წყლიანი გზაც არის. და ქვიანი. მედი ვაიმე არ ვიბნებით, არა პრობლემა, კაცო, ჩვენ ესეთები გაგვივლია. პირველად გავდივარ ესეთ გზას. ვაიმე, არის პიროვნება. მიდი, დავაი. ენდურო ხარ, ვაიმე. ცხოველი და ნადირი. წინ გვაქვს 2 კილომეტრი. მიდი ეს 2 კილომეტრი კარგი იქნება. სიმართლე გითხრათ, გზაზე მეტად ცხოველის მეშინი არ შეხვდეს ამე. ისიც გული გამისკდება. გზა ცოტა გაფუჭდა. სუთა ლახებია და ცუცუთი გზებია. ვაიმე ტალახში, ეხა ტალახში გავიჭედო, მეგობრებო, აქ დავრჩები დღის ბოლომდე. ეს ტალახი გავიარეთ. გინდა ხომ მოსიალდი. ეგ არაფერი, კაცო, ეგეთი რა გადაგვილახავს. აქ ტალახია. ტალახი არ მოწონს. აუცან არიდან. ფიქრობ გავრისკო თუ არა. გონი რომ უნდა გავრისკო. აუჩი. იქ просто არ ვიცი რა ხდება, აი ტყლაპოში. ამას გადავივილი ჯანდაბას, აი იქ არ ვიცი რა ხდება. ძალიან ცუდი. წავიდეთ უკან. ასე. წევედით. ეს პირველი გადავიერეთ. ხა. წავიდა. ავჩედებით. ეგ არის, ეხლა რაც გოლი გვიდა, იმიტომ რომ აქ ტალახია. ეგ არის. არ უნდა გავჩერდეთ. ტალახში გაჩერება არის. გაჭების საწინდარი. და მომიწია გაჩერება. ვაიმე არ დამაღალატო. მიდი. აი, მოდი არ გაგაწვალებ. აქეთ. ესე
ეგარი. ოჩა. კარგი ხარ, ვაიმე. ცუდი ერთი ნაწილი გავიგარეთ. მეტი ეგეცუდი აღარ იქნება. აი ესე ნელა წყნარად გადავალთ, ეგარი. იმედია ეგეთი ტალახი აღარ იქნება ასეთ. წარსული გადმოსავლელია. ობა, იქვე გავჩერდებოდი ტალახი იყო. ახლა ჩემებიც აგერ არიან. ეხლა აწიწუდი გზა უარესი თუ ის იყო ყველა საშინელება? ყველა საშინელებაში. ჩემი რა უბედურება იყო, ძლივს გადმოვიარ. ერთია კიდე, ერთი. პატარა შედარებით პატარა. ოღრო-ჩოღრო ნაკლებად, სველი ხო არა? შველი არა. ოკეი. სველია ძალიან პრობლემა. აბა, შეხვედრებთ. წინ ისევ ტალახი გვაქვს. მიდი ჩემო ლამაზო, მიდი. დავით. მოვიდით. მე მოვიდით. ვა! ძალიან გზა იყო. ძალიან რთული გზა იყო. აქ სუტალახიანა ყველაფერი, თავისთავად ჩემს ზურგს უკანაც სუტალახია. ვერ ვხედავ, მაგრამ რავი, აგერ დაგანახებ თქვენ დაინახეთ. ჭანს! არის. ეგარი. წავით ახლა ვნახოთ ბატეთის ტბა. აქ ფეხით გადასვლა ფორტუნი არის ახლა, ვიდრე ადრეხანი მოტოცივი არის. საიდან გადავიდე? ძალიან კაი გზაა, მეგობრებო. აბი ხაი სუფთა დავოვედი. და ხა ის დავიმართა. აქ როგორ გადავიდე? აუ, შტანსფელი გაირეცხება. გამოცდილება უდიოდ დაგვრჩება. ეს ჩვენი ბატეთის ტბა. ეხანდელი განმოსახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ ბატეთმა თავის მოლოდინი ვერ გაამართლა. ალბათ ერთი იმის ფონზე, რომ ძალიან რთული მოსასვლელი გზა იყო და ასე ვთქვათ, ჯილდო არ შეესაბამებოდა, შეიძლება ეგრეც ხედავ ამ ყველაფერს, მაგრამ ალბათ ის ნაწილიც არის, რომ ამ მოგზაურობაში აღმოაჩენ ადგილებს, რომელიც შეიძლება ისეთი ლამაზი არის, როგორც ხალხი იძახის. ან ისეთ სანახაობრივი. მაგრამ ალბათ ეგეც ნორმალურია, მოსალოდნელიც უნდა იყოს. ყველაფერი შეიძლება ისეთი იდეალური არ იყოს როგორც გვინდა, მაგრამ არა უშავს, ალბათ ეგეც უნდა მივიღოთ. ნორმალურია. სამაგერო ძალიან კარგი თავგადასავალი იყო. მოიჭირა დავთარო, იმედი ამ მშვიდობიანად ჩავალ. მაგრამ ხო, საინტერესო გამოსვლება ნამდვილად იყო. წავით ახლა ქვევით ჩავიდეთ, იმედი ამ მშვიდობიანად ჩავალთ და ვივახშმებთ. შევჭამთ გემრიელად. ცხენებო, გამარჯობა. აი ჩემი ცხენი. თქვენ ცხენები ხართ. ლამაზები ხართ. გამარჯობა. მეგობრებო, აქვე გეტყვით, რომ თუ მსგავს თავგადასავალს გადაწყვეტ ისოდეთ, რომ ძალიან დაიღლებით. ანუ კუნთებს გულისხმობ, კუნთები დაგეღლებათ. გული არა. ხელის კუნთები დაგეღლებათ. მართალი ხელი ძალიან გრძელი არ იყო და ვუძლებ ჩვეულებრივად, მაგრამ წარმომიდგენი აქვს გზებზე, რომ ასეთ დატვირთვას იღებ. ალბათ ამ 100 ჩამოსვლაში, რომელიც სულ ჯამში 10 წუთიანი იყო, ერთი 300 კალორია მაინც დავწვი. კი ბატონო. გეგეთათ? საით მიდიხართ? გამარჯობა. აზე უნდა ავიდე. აგარია. გამარჯობა. სადა ორი კაცი. ეხა თბილისიდან ვარ, ისე იმერელი ვარ. ამიდა ძალიან დიდი მადლობა, რაჭამი ვარ. ფოტო გადავიღე. გაუცილებლად. მოიცა ჩაფხუთს მოვიძრობ. ისე გადავიხეთ. კარგად, ბედნიერი დღე. კარგად. ნახვამდის. ხალხი ორი წამი და გაჩერდი და შეხედო სათხარ. აურალამაზია. სულ სიმწვანე, სუბთები. ულამაზეს ქვეყანაში ცხოვრობთ. უბრალოდ თავი პრობლემა ისაა, რომ რთულად მისასვლელია ძალიან ბევრი ადგილი. თუმცა ის ადგილიც ძალიან ბევრია, სადაც ჩვეულებრივად მანქანით შეგიძლიათ მიხვიდეთ, ნებისმიერი ტრანსპორტი დაიქირავოთ, მარშრუტით მიხვიდეთ. უბრალოდ მოგზაურობა ჭირდება. მგონია, რომ მაგის კულტურა უბრალოდ არ გვაქვს. შეიძლება შესაძლებლობაც იყოს ერთ-ერთი მიზეზი სამწუხაროდ. შეიძლება არა, ეგ მგონია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზია, რის გამოც ბევრი ადამიანი ვერ მოგზაურობს. ვერ ხარჯავენ თანხას იმაში, რომ სიამოვნება მიიღონ თავის ცხოვრებით და ძალიან სამწუხაროა ეგ. იმედი მაქვს ნორმალური გახდება ის, რომ შენი ქვეყანა მოვლილი გქონდეს, ან მინიმუმ მოგზაურობდე. წელიწადში ერთხელ მაინც.
მიდის მზადება. შეახახს. ოშებული სამი კაცი ადგას თავზე წვათებს. ლიონში. განტვირთვის დრო არის რა, ხედა გზავიარეთ. საკოთ რთული. ნუ ცოტა შევისვენებთ. მიდის кейპი. ის დასვენება. მე ძალიან ბედნიერი ვარ და ბევრი ადამიანია, ვისაც ესეთი სიმდიდრე არ გააჩნია, რომ ესეთი ბავშვობის, ესე ღრმა ბავშვობიდან მოყოლებული ესეთი ახლოს მაგაცები ყავს და მე ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ ზოგადად. აი, ხარეგენა, აი. და გამომარჯვეთ, ჩვენ ძმობას გამომარჯვეთ, რომ მეც დროთა განმავლობაში უფრო გაძლიერდება, ეს აქტიურად გავა და ჩვენ თავადობით ზოგადად სხვა მეგობრებიც ყავს, ყველას გამომარჯვეთ, ჩვენ მეგობრებს დავუცავ ყველას და მე სხვა მეგობრები არ მოგვიშვა. გასავიარო. მოდი დავწერე რა. გაგვიმარჯვეს. მეგობრებსაც მაგას ვასწავლებ. გაიხარეთ, ბავშვებო, გაიხარეთ. მე მგონი რომ ძალიან იშვიათია ისეთი მაგაცები როგორც ჩვენ ვარ. მე მყავს. შემიძლია ესეც თქვა, ისეც თქვა. შეიძლება რომ ისე უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის და არასდროს არ ყოფილა ის მომენტი რომ ის ყველა დიდხანს არ გვინახავს ერთმანეთი და მერე პრობლემა ყოფილიყოს რომ აი თუნდაც რატო არ ნახე ან თუნდაც რომ ნახავთ მერე გაუცხოების მომენტი არასდროს ეგეთი რაღაც არ ყოფილა ეს ალბათ მოვიტანა იმან რომ პატარობიდან ერთად ვართ და ერთმანეთს დავი რაღაცას ვასწავლეთ ესე მგონია გიორგი თქვენ რომ მოძოს იყავს ვინც სულ ახლოს არის ერთმანეთი მე რა მეკუშიჩი გამიგია ბევრი რომ ამ ხარაგმა უღალატ ამ ხარაგმა ისე ცუდი გა აი როგორ უნდა დავიდეს შენ ტვინამდის რომ ამ ხელა ხრის მანჯიზე ძმები ვითხართ იყვართ მე როგორ უნდა უღალატო შეიძლება გეწყინე რაღაცა პიში უნდა უთხრა აი ეს მეწყინა და ხო და ყველაფერი ჩაქრება ა ბევრი მარტიც რაღაცა აი მაგასაც რაღაც ის უნდა აი გაგება უნდა რა სწორია მე მიყვარს პიში უნდა უთხრა და всё ყველაფერი გაგება დაისვენებ აღარ ინერგი მაგას გაასვენ ძამას ხეობა ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ტერიტორია მონასტრების, ეკლესიების და ისტორიული ძეგლების რაოდენობით. დაზუსტებულ რაოდენობაზე ინფორმაცია არსად წერია, მაგრამ გადაადგილებისას ყოველ კილომეტრში ნამდვილად დარწმუნდებით ამაში. და სანამ ერთ-ერთ ასეთ ადგილს ვესტუმრები, ჯერ ჩემ ახალ მეგობრებს გაგაცნობთ. Тука. Моди гатамо, моди. Моди бჭამ, моди გაჭამ. ой სიგირა ჩალი რასა გავხარჯე ყიდი საჭმელი ვარ. ой დაგიყარო. კიდე მოვიდა? მეორის მაქარაუშას. აჰა. ეი რა არის ხა ეს ვერ გავიგე მაქსის გაძლევთ რო იჭხბოთ სუხნათ ჩა ყაჩა კაგია წამი კაგიიყო თუ გერთოთ ვაჭამეთ წავიდეთ ახლა ვნახოთ სარკინეთი როგორც ახლა გითხარით, სარკინეთის სანახავად მოვედი, რომელიც მე-19 საუკუნის შემდეგ პირველი კლდეში ნაკვეთი ტაძარია, რომელიც 2008 წელს გამოიკვეთა და ფუნქციონირება 2011 წელში დაიწყო. მომდევნო მიმართულება ძამის ციხისკენ ავიღე, თუმცა ამინც სულ სხვა გეგმები ქონდა. აი რა წვიმა მიყვარს წვიმა იფ აი რა დაუშვა თავში არ მოვხდე უაი მე რა ხმა იყო მიჭველეთ არ ვიყავი ახლა წვიმისთვის მზად ვახ ეს რა დავშველდი ძამას ხეობა სანამ წახვალ სიურპრიზი შენოდა აი წვიმა გამომიგზავნა სადაც ესეთი სველი ვარ ეხლა გავიც გავშევი და ალბათ წავალოდეს მე. წვიმა დიდხანს არ გაგრძელდა და ცოტა ხანი სახლში მყუდროდ გატარებული დროის შემდეგ მაინც ავედი მისტიური ძამის ციხის კადრების გადასაღებად, სადაც ამჟამად მზოვრეთის მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.
სანამ კულინარიაზე გადავალ, მე მინდა ამ სეგმენტის სპონსორს მადლობა გადაუხადო, ეს არის სნექი, რომელიც არის 100%-იანი მიწისძვრის კარაქი. და ეს ტუბიკების ფორმაში დამაქვს სამოგზაუროთ, რომელიც მარტივი გადასაადგილებელია და კარგი ენერგიის მომცემიც არის. ეხლა სახელშია 2 წელი დავლოდით. 2 წელი დავლოდით. დოკაია. რა თქმა უნდა, სახლის პირობებში შეგიძლიათ 400 გრამიანი ან 1 კილოიანი შეიძინოთ, უფრო პრაქტიკულია რა თქმა უნდა. და არის როგორც კლასიკური, ასევე კრანჩი ვარიანტი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სნექს და გადავიდეთ კულინარიის სეგმენტზე, სადაც ვისწავლით თუ როგორ გავაკეთოთ ნაზუქები. მე ვარ ელისო. პირველად პური რომ გამოვაცხრე, ვიყავი მესამე კლასში. ეს გავაკეთე ოღონდაც მშობლების ჩუმად, მეზობლის თონეში. იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებდა ეს პროფესია ბავშვობიდანვე და ისეთი კარგი პური გავაკეთე, ოღონდაც აი აპირ თავზე ამომაყრევინა მეზობელმა. შიგნით ხოლმე ჩავიდოდი, ახლა რა თქმა უნდა ჩავწუდებოდი და ისე მოეწონა ან ჩემ მეზობლის ქალს ეს გამომცხვარი პური, უთხრა დეიდა ჩემს, რომ ისეთი კარგი პური გამოაცხო ელისომო, რომ ძალიან კარგიო და დეიდა რომ მოვიდა სახლში, ძალიან გამიბრაზდა. მე ვარ მინდაო შენო, თონეშიო სახე დაგეწავსო. მესამე კლასის მოსწავლე როგორმე გამოაცხოს პური თონეშიო და ძალიან დამტკბსა. მე მაინც რაც არის წამოვიზარდე უკვე სულ ამას დედას უყურებდი, დეიდას უყურებდი როგორ აკეთებდნენ და მეც რა ვიცი. ახევარი საუკუნეა უკვე ვაცხობ. ასე მასე რეალიზაციისთვის. ძალიან დიდი გამოცდილება გაქვს ესე იგი. კი ბატონო და ყველაფერი ვიცი ცომის, პურის, აი რასაც ქვია, როგორ არის. ცომს უნდა ძალიან კარგი მოზელა, დამუშავება ხელით. 79 წელში მოვედი აქ სურამში, ამ ოჯახში და აქედან ვისწავლე ნაზუქი, იმიტომ რომ სურამის ტრადიცია ყოფილა ნაზუქი, არც ვიცოდი და მე თვითონ იმერეთიდან ვარ, ჭიათურიდან წარმოშობით. და იქ ნაზუქი არ იცის, მაგრამ აქ ისე დამაინტერესა ნაზუქმა, აქ ვისწავლე მე ეს პროცესი. ნაზუქის ცომი მზადდება რძეში. ქიშმიშთან ერთად მიხაკ დარიჩინი, მუსკატის კაკალი, ილი, ერთმანეთში არეული, რა თქმა უნდა, შაქარი და რძე. და რა ვიცი, ესე ძალიან კარგად შევეთისი ამ ჩემ პროფესიას. კმაყოფილი ვარ. ეს არის ჩემი შემოსავლის წყარო, ვარ ჩემ ოჯახს, შვილებს ვეხმარები, შვილიშვილებს და რა შეძლებისდაგვარად ყველაფერს ვაკეთებ, როგორც საჭიროა ისე. ჩემი პროფესიის არა ვარ უკმაყოფილო, ძალიან კმაყოფილი ვარ, კიდევ ერთხელ აღნიშნავ. და მინდა რომ მართლა არ მინდა ძალიან დიდხანს მინდა ვიცოცხლო, თორემ მე რო აღარ ვიქნები ამ თონეში აღარავინ აღარ გააკეთებს, იმიტომ რომ ძალიან რთული პროცესია. ნაკვერცხალზე შემწვარი შეშაზე გამომცხვა პურს და ნაზუქს, ესე იგი მსოფლიოში ვერ შეედრება ვერავინ. როგორი საცხობიც არ უნდა იყოს. ეს არის მამა პაპური და გემოსინარჩუნებს ძალიან აქ გამომცხარი. ეს მეორე დღესაც უკეთესია პური, გემო. თქვენ წარმოიდგინე არც ფუჭდება და ერთი კვირა შეგიძლია რომ მეირთა. დაახლოებით რა დაჭირდება გამოცხობას თავიდან ბოლომდე ასე ვთქვათ? თავიდან ბოლომდე მაქსიმუმ პურს ჭირდება. ეხლა პურს რო ამოვაკრავ, მე ვაკრავ ნაზუქს. აი ესე რომ დავიწყე პურის ამოკრა 15 წუთში მზად არის უკვე პური. ჩააკვრიდან 15 წუთში. და ამასაც პროცესი უნდა რო ამოიღო და გაამზადო. წინა დღეს იწყებთ მზადებას თუ იმავე დღეს? არა, დილით ადრე 6 საათზე უნდა ავდგე. მოვამზადო ცომები, გავასუფთავო თონე. მოსულან ხოლმე ბავშვები, დებო, ფული გვაკლია, არ გვაქვს საკმარისი, არა უშავდებო წაიღეთ, მივაძლებ. ყოფილა ხოლმე შემთხვევა რო არა გვაქვს, არა უშავდებო წაიღეთ, ვაძლებ. იმიტომ რომ პური ეს ისეთი რაღაცაა, რომ ადამიანს რომ უნდა ისინი და მიაწოდო, არ შეიძლება. რა ვქნა ახლა ყველაფერს ვყიდულობ, მაგრამ ალბათ მადლიც უნდა გააკეთო. გიჭამიათ ხაჭაპური თონის? თონის ხაჭაპური არ მიჭამია. ახლა უნდა გაგასინჯოთ. სიამოვნებით. როგორ გეკეთე? არ გეტყვით უარს. ასლაბარაგო, რა თქმით უარს, მე ეს უკვე გათვლილი მაქვს შვილო. ახლა უკვე ჩაიწვა შეშა და თონე უნდა მოვამზადო. ახლა ეს უნდა ჩახურდეს აუცილებლად ჩაიფუთოს კრამიტით. თონე ხო თიხისგან არის დამზადებული და აი ამიტომ კრამიტიც თიხისგან არის დამზადებული და უნდა შევფუთო გენაცვალე. ეს ხოლმე ინარჩუნებს? ის არის? ეს ინარჩუნებს და ადვილი სამუშაოა მე თუ აქ ეს რო არ შეიფუთოს, აქ ვერ ჩააკრავ პურს, დაწვავს პურს საერთოდ. აჰა, გასაგები. ანაწილებს ტემპერატურას. კი ბატონო. დამცავი მაქვს ხოლმე გაკეთებული სათვალე, უკვე დამჭირდა ხანში. ასაკმარო მომიმატა თორე ისე სულ ასე ღია იმათ ვაკეთებული.
ქუჩის მისამართი რა არის ხალხმა რომ იცოდეს? კოსტავას ქუჩა ნომერი 1, კულტურის სახლის წინ, პარკთან ახლოს, ბულვართან ახლოს. პროცესია ჩაყრის ნაზუქსაც. უბრალოდ იმას შაქარში დაუბრაცა ხომ შაქარს მოაყრი, ციცითლე მიიღოს. ხო, ფერი რომ მიიღოს. ფერი რომ მიიღოს. ის ფეიდას. აბა მივეცით გენაცვალე. თონის ხაჭაპურზე გადავალ. ამიერიდან მუდმივად გემრიელია. სასწაულად გემრიელია. ყველაფერს დავლევ. ვერა სამწუხაროდ. ტრანსპორტით. ო, ხაჭაპური სასწაული. ესე ჩემი საქმიანობაში ასე ამას საქმიანობას. ძალიან საინტერესოა პირველ რიგში. ნამდვილად პროფესიონალურად აკეთებს ამ ყველაფერს. ისე მალე ამდენი პროდუქციის გაკეთება. შემდგომ წარმოუდგენელია. როგორ შეიძლება შეძლო ეს საერთოდ? მამხნევებს მისაერთის ამას რო ვაკეთებ, ძალიან დიდ ცხოვრების სტიმულს მაძლევს. აზრი აქვს ჩემ ცხოვრებას, როცა ვმშობ. ნამდვილად. ძალიან მაგარია. გემრიელესია. ო, ძალიან კარგია. აუცილებლად მობრძანეთ შემოგვიარეთ ხოლმე მე მგონი ზაფხულში აქეთკენ უნდა ვიმუშაო. აუცილებლად შემოგვიარეთ კიდე. გიხვეწები რა ჭამი. მე მართლა შეჭამებ. მიდი რა. მართლა შეჭამებ. აბა ერთი ხაჭაპური შეჭამი ერთ. ხაჭაპური ჭამე 2 ცალი. ჭამე. მარტო ძალიან მაგრამ ის გამოვაწყო. სპეციალურად ჭამე რა გიხვეწები. აუ, აღარ შეწუხდეთ, ძალიან გთხოვთ, მეტი აღარ შეწუხდეთ რა. აუცილებლად მე დააგემოვნოთ. თავარი ვარსკვლავი მოვიდა, ნაზუქი ავსრა დავაგეოვნო. მე ამ ნაზუქზე ძალიან ხშირად მოვალ. გუგემრიელესია. ნაზუქი მე მოჭამო. აი მე გთხოვ, აი სულ შენ უნდა შეჭამო. მე ბევრი შაველი არ ვაშე, გავა ბევრი შავას, მაგრამ ბევრი შეჭამო. იცი რა არის? ამას ეს იშვიათია და უნდა შეჭამო. ყოველდღე ხო არ ჭამო? ასე შევძლებ შევჭამ ამცელად. ძალიან გემრიელია. მითი გენაცვალე მითი. და საერთოდ ნაზუქი თონიდან რო ამოდის, უნდა გასივდეს. მაშინ აქვს საუკეთესო გემო. თონიდან ამოდის ხელს არ აქვს. კი როგორ არ აქვს? კაია, მაგრამ ეს ჯობია, რომ დამჯდარია გემო, ხო? დამჯდარია, რომ ესა ნაზუქის თვისება ეს არის საერთოდ შვილო, რომ უნდა დაჯდეს. მე მსიამოვნებს დათო რომ ეს ჩემი ნაშრომი მე ახლა გადაღებებიც მაქვს არის და ჩემ შვილებს რო დარჩება და მოიგონებენ თორე ამის გამგრძელებელი არავინ არ არის ჩემი ოჯახში. ხო, ეს აუცილებლად დამიწყოს დარჩება. და შვილიშვილები და მისი შვილები მე რა ვიცი რაღაც მიაქცევენ ამ გადაღებას. თავარია შვილიშვილებს უყვართ ჩემი გაკეთებული და ისინი იმათთვის დარჩება აუცილებლად. ვა, ძალიან დიდი მადლობა, მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ. ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი. მეც მართლა ვეღარ შევჭამ. მართლა შანსი არ აქვს. ძალიან გემრიელი იყო. ძალიან დიდი მადლობა დროის დათმობისთვის პირველ რიგში და როგორ გეკადრებათ? ასეთი თბილი მიღებისთვის და დეტალური ახსნისთვის. თქვენია, ესეც ხაჭაპურის თქვენია რომ მოგშივა. ამას ვერ წავიღებ, ადგილიც არ აქვს. მანქანაში არა? მოტოციკლი. კაი რა. მე სად ვერ წავიღებ, თორე სიამოვნებით. წავიღებდი 10 წელს წავიღებდი სიამოვნებით, თორე უბრალოდ ადგილი არ მაქვს. არ გადამრიო კაცი. და დამემატებიები ის. არა, მართლა არა, მაქვს ადგილი არა მაქვს. ხო რა. ფიზიკურად ვერ წავიღებ, თორე სიამოვნებით. ამაზე უარს როგორ ვიტყოდ. ძალიან დიდი მადლობა. ეგ არ მომეწონა. ჩემი ბრალე, მე უნდა მოსულიყავი მაგით პაპატიეთ. მოტოცი რო არ, რა გამომიდა ფიზიკურად. ხავტო ერისო. მე თვითონ მეც იღლა იმერელი ვარ, თორე 2-4 იმერელი ვარ. გამასპინძლება ის რა თქმა უნდა ძალიან ბევრს ნიშნავს და მე ამის დაფასება მიყვარს ყოველთვის. პატარა საჩუქრები და მოგცეთ. გავავარდეთ. სასია 2-4-დან იმერელი ვარ, ამის ზوارს ვერ ვიღე. არაფერი არ არის. არაფერი არ არის. ხოთ აი აბსოლუტურად არაფერი არ არის. არ არის უხერხულობა. სასია არაფერი განსაკუთრებული არ არის. არაფერი განსაკუთრებული არ არის. ჩათვალეთ ერთი რამოდენიმე პური ვიყიდე. აიმე. არაფერი არ გამომართვით ძალიან გთხოვთ. ძალიან დიდი მადლობა. აი ხარეთ და ამ დროისთვის და დღისთვის. არაფერი არა უხერხული, ყველაფერს დაფასება ჭირდება და ჩემი მხრიდან დაფასება. აიმე. და თან მინიმალურია. არაფერი არ არის ეს. უღესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. გასაუბრეთ კაცო. გასაუბრეთ. მართლა გამიფაცეთ თქვენ შრომა. აუცილებლად დაფასდეს ყოველთვის, აუცილებლად. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გიხდით. პირიქით ჩემი მადლობა. ძალიან ვიციაღორე. გასაუბრეთ. ძალიან დიდი მადლობა. აი, მეთმა დაგდეთ. გაიხარ. უღეს მადლობა. ძალიან საინტერესო იყო პირველ რიგში და მადლობა ესეთ ვასპინძლობისთვის. საგებს ჩაგიხოთ ერთ. ძალიან დიდი მადლობა. კარგად გრძანდებოდეთ, ბედნიერი დღე. აი არის დაგვერდა მე თქვენ მაინც ჩემთან არა და ხა ისე ვარო. რაში და.
Saat idi მადლობა. გამოვასწორე აუცილებლად მესტუმრე მანქანა. აუცილებლად გესწორები. მანქანა გამოვასწორე ბაქშეცობას. აუცილებლად მანქანა მოდი და მე ყოველთვის რომოდია შეფენ ჩემი ნახელავი აზე ყოველთვის ჩუქი. მინდოდა რომ პრინციპად ეგეთებია. შეერა. ეგარა. კარგად ბრძანდებოდეთ. ასევე, მადლობა. აბა კარგად ლევა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. კარგად. გასვლა. ქალბატონ ელისოსთან სტუმრობა ყველაზე ემოციური გამოდგა ამ მოგზაურობაში. ქალი, რომელიც უკვე მრავალი 10 წლეულია გულით აკეთებს ყველასთვის საყვარელ ნაზუქებს, ნამდვილად იმსახურებს იმაზე ბევრად მეც, ვიდრე იმ მცირედ საჩუქარს, რაც მე შევძელი. ამიტომ გულით გთხოვთ თუ მასთან მოხვდებით, უბრალოდ იყიდეთ მისი გაკეთებული ნაზუქი და ჩემგან დიდი სიყვარულით მოიკითხეთ. ლოკაციის ლინკი აღწერაში იქნება. შემდეგი მიმართულება საქართველოს გაქრისტიანების ადგილისკენ ავიღე. თხზულება მოქცევა იქ ქართლისაიში, ვკითხულობთ ამბავს, სადაც სანადიროდ წასულ მირიან მეფეს თხოთის მთაზე მზე დაუბნელდა და გზა ვეღარ გააგნო. თავისი ღმერთებისგან შველა რომ ვერ მიიღო, შემდეგ ნინოს ღმერთს შეევედრა ხსნას, მისთვის მაშინვე განაცდა და მირიან მეფემაც იწამა ქრისტე. სწორედ ამან განაპირობა ეტაპობრივად საქართველოს გაქრისტიანებაც. დღესდღეობით კი ამ ადგილს ბევრი სტუმრობს და მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც არიან, რომლებიც ექსკურსიაზე წამოსულები მეც შემხვდნენ. გამარჯოს. რაგათავად? გამარჯობა. როგორ შეიძლება? გამარჯოს. გამარჯოს. დავაი გადავიხთ. მადლობა. ხო. გამარჯობა. რაგათავად? გადასარეთ. რა თქმა უნდა შეიძლება. მადლობა. კარგად. დიდი მადლობა. სამწუხაროდ ქარის გამო დრონს ვერ ვაფრენ. არდა ძალიან ლამაზია ამ მთაზე. ეს ერთი პაცა წინა ეკლესია რო დგას. გარშემო სამი ჯვარია აღმართული. ალბათ ყველაზე უცნაური ისაა, რომ ბავშვობაში მოსმენილი ისტორიები და რაც ვისწავლე სკოლაში, დღეს ჩემი თვალით შემიძლია ვნახო და ვნახულობ კიდევაც. ძალიან საინტერესო ისტორიები გქონია. და როცა შენი თვალით ნახულობ, ეს ისტორია კიდევ უფრო ბევრად საინტერესო ხდება და ბევრად უფრო რეალურიც. ბავშვები რა საყვარლები არიან და ყველგან რომ ხვდებიან აბსოლუტურად. ეგ მე მგონი კიდე ცალკე საინტერესო რაღაცაა მოგზაურობაში. ინტერნეტის სივრცის გარდა როგორც უფრო ადამიანებს მართლა უყვარხარ. ძალიან მაგარია. ჩემთვის ქართლის მოგზაურობა ნელ-ნელა დასასრულს მიუახლოვდა და ამ დაუვიწყარი მოგზაურობის შემდეგ ვესტუმრე ადგილს, რომელიც არც ნამდვილს გავს და არც ამ ქვეყნიურს. ესეც კიდევ ერთი საოცარი კუთხე, რომელშიც ვიყავი. ყოველი ახალი კუთხის დათვალიერებისას ვწმუნდები, რომ ყველა კუთხეს თავისი საოცრების შემოთავაზება შეუძლია. მაგალითად, ქართლში როგორ შეგეძლო წარმოგედგინა, რომ მაჩუ-პიჩუს მსგავს მთებს ნახავდი. აქვე ვიტყვი, რომ მსგავსი მთები კახეთშიც არის, ეს არის ფერადი მიწები, ესენი არის წითელი მიწები, მრავალწყაროს წითელი მიწები, არაგერიოთ მაგორში, ეგორი ერთმანეთში უბრალოდ და საოცარი სანახავი არის. დარწმუნებული ვარ, თუ ფეხით მიხვალთ, ჰაიკინგით შეგიძლიათ ბოლომდე მიხვიდეთ და მთებზე თქვენ ფეხით ახვიდეთ, ან მოტოთი, რა თქმა უნდა, ენდუროთი ყველგან კი მიხვალთ და უფრო ახლოდანაც შეხედავთ. და სულ რაღაც თბილისიდან საათ ნახევარში შემეძლია ესე ვთქვა, რომ ეს უგზოობაზე ცოტა დიდი დრო მიდის. გარეულ ბუნებას ნახულობთ. შევამჩნიე ირმისეული ცხოველის გადაადგილებაც და ძალიან დიდი არწივი ცხოველის ვერ მოვასწარი, რომ დავაფიქსირებინე თუ ახლა ჩამოვლის, აი აუცილებლად ზებ გადავიღებ და გაჩვენებთ. და იმის კომიდა რომ საერთოდ არ არის ძალიან დიდი მომზადება საჭირო იმისთვის უნიკალური და გასაოცარი ადგილები ნახოთ, რომელიც ძალიან ახლოს არის ჩვენი საცხოვრებელი წერტილიდან. საზღვარგარეთ დავდივართ იმისთვის, რომ აღმოვაჩინოთ ახალი ბუნება, ახალი გარემო და რეალურად თურმე აუცილებლობა საერთოდ არ არის. რა თქმა უნდა, საზღვარგარეთ მოგზაურობა აუცილებელიცაა და კარგია. თუმცა გულისხმობ იმას, რომ ჩვენს ძალიან ბევრი გვაქვს სანახავი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ არ გვინახავს. ყოველ შემთხვევაში ყველა კუთხეში იმდენად მცირეს ვნახულობ, რომ ამის ამოწურვა ძალიან რთული იქნება, რომ ყველა ადგილას მივიდე და ყველა ის საოცრება ვნახო, რაც ჩვენ საქართველოს აქვს შემოთავაზებული.
ძალიან გთხოვთ რომ მეგობრებს გაუზიაროთ ეს ვიდეო. ძალიან მინდა რომ ამ სერიამ ბევრად მეტი ნახვა დააგროვოს, ვიდრე ამ შემთხვევაში აგროვებს და ძალიან საწყენიც არის, იმიტომ რომ ძალიან დიდი შრომა იდება ამაში და თან რაღაცნაირად უფრო ემოციური არის, ვიდრე სხვა ნებისმიერი გასართობის სტილის ვიდეო, რომელსაც არ ხსევდები. და მაგაში თუ დამეხმარებით ძალიან გამიხარდება. გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი, დაელოდოთ შემდეგ კუთხეებს. აქ შეგახსენებთ რომ ჩემი არხის სპონსორია Sokare და დიდი მადლობა მათ გვერდში დგომისთვის. და ასევე Tegeta Motors-დან მოტული არის ამ მოგზაურობის გენერალური სპონსორი და ასევე ძალიან დიდი მადლობა მათ. და რა თქმა უნდა მადლობა თქვენ. თქვენ გარეშე ამას ვერ ვაკეთებ. სიმართლე გითხრათ, შეიძლება იმ ხელა мотиваციაც არ გქონდეს თქვენ გარეშე ამ ყველაფრის ნახვის, როგორც ეხლა მაქვს. მადლობა და შევხვდებით შემდეგ კუთხეში.